მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გავაკეთოთ ასეთი გაშლა, შენი ცხოვრების ახალი გზა. და ეს გაშლა გამოგადგებათ, ანუ ვინცეს შეიძლება თქვათ, ეხლა, დაბადების დღე გექნებათ მალე, ხო, სიტყვაზე შედიხარ თქვენ ეხლა და უკვე დაბადების დღე გაქვთ. იმიტომ რომ ყველა ჩვენი დაბადების დღე ეს არის ახალი წელი სულის, ხო, ადამიანის. შეიძლება თქვენ განიცადეთ რამე ტრანსფორმაცია, პირველი კითხვა მე როგორც ყოველთვის მაქვს, ახლა რა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, ისეთი რომ თქვათ, ეხლა რაც დატოვოთ თქვენ უკან, ხო? მაგრამ დაუშვოთ მაინც აი ესეთი მომენტები, რომ თქვენ გგზნობთ, რომ აი რაღაც ახალი მელოდება, იმიტომ რომ თქვენ ახლა აქ ვინც ახართ, ყველას გაქვთ მაგარი ინტუიცია, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ყველა ხა ტაროს ვინ უყურებს, ახლა თუ ინტუიცია არა გაქვთ, ამიტომ ტარო მოყვა აგირჩიეთ, ჩვენ ვკითხოთ ტაროს, ვენდოთ, ხო? ჩვენს ინტუიციას. მოდით ახლა ვნახოთ. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა დასრულდა უკვე თქვენს ცხოვრებაში და უკვე არის, რასაც უკან ვტოვებთ ჩვენ, პირველ რიგში ეს ვკითხოთ, ხო? ვნახოთ ახლა რა პირველი ნაბიჯი უნდა გააკეთოთ თქვენ ამ ახალ გზაზე. ესეც ვკითხოთ, რაღაც ახალი გზა ხო ვთქვით, რომ იწყება. ვნახოთ რა შესაძლებლობები გაგიხსნებათ, ხო, თქვენ წინ გეხსნებათ. ვნახოთ ახლა შეიძლება რაღაცა სირთულეებიც, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, რომ რაღაცა შეიძლება სირთულეებით შევხვდეთ ამ გზაზე. ვნახოთ ახლა რა რესურსები დაგეხმარებათ თქვენ და ან რა ძალები ამ გზაში რა დაგეხმარებათ და რას გასწავლის თქვენ ეს გზა და ვნახოთ ახლა რისკენ მიგიყვანთ რა ეს გზა და რა შედეგი იქნება. Всё, ნახოთ ახლა დღეს რაღაც ამ დასთან მოითხოვა. აი შეხედეთ, ნახეთ თუ არ არის, აი დასტაც ვარჩევდი დღეს, დილით მეთქე რომელი დასტა წამომყვა, მეთქე და აი ამ დასთან ნახეთ როგორ მითხრა და ნახეთ სრულდება რაღაცა რთული პერიოდი, რომელიც თქვენ გქონდათ. ან როგორც გითხარით, შეიძლება რაღაცა თქვენი, ეს გზა და ნახეთ გეხსნებათ ახალი აბსოლუტურად გზა, შეხედეთ. და სადაც იქნება რაღაცა ახალი მიმოცვლა და უკვე პენტაკლების ტუზე შეგვიძლია დავამთავროთ, ხო, რაღაც გვინდა ჩვენ ახლა გაშლა, ახლა ყველაფერი გვითხრა, ახალი გზა, აი ახალი გზა, აი მიდეთ თქვენ ახლა და დაეჯერებ, რომ თუ ტარომ არ იცის თან გამარჯვებულის გზა, რომ აი გეუბნეთ რამდენი ხანი არ მიღია ეს დასტა და მაინც დღეს მითხრა, რომ მე მინდა, რომ მე დაგელაპარაკე, მე მოგიყვები, აი სასწაულები თუ გინდათ. ნახოთ. ანუ რა დასრულდა? დასასრული კი დაგვანახეს უკვე თქვენ ცხოვრებაში, რასაც თქვენ ტოვებთ უკან. აი, ნახეთ, შებოჭილება, აი ყველანაირად დღეს TikTok-ზეც რო ჩავწერე, ხოთაშორის იქაც გამოვიდა ეგრევე რვიანი ხმალების. ანუ დამთავრდება და თქვენთან უკან თქვენ ტოვებთ ყველა ვარიანტში იმ საქმეს, რომელიც არ გამოგდიოდათ, ხო, დაუშვოთ. რაშიც გქონდათ რაღაცა შეიძლება აი ცდილობდეთ არ გამოდიოდათ და ნერვიულობდეთ, იმიტომ რომ უკვე აქ როგორი მომენტი არის, რაღაცა შეიძლება უკვე მიაღწიეთ თქვენ და ფიქრობდეთ, რომ კიდე მინდა წინსვლა, მაგრამ ვეღარ ხვდები სად წავიდე, რა გავაკეთო მე უკვე და ანუ შეიძლება ზოგი არის, ნახეთ როგორი მომენტი, აი თქვათ შენ ხარ რაღაც სამსახურში, ხო? და ფიქრობ, რომ აი უკვე ხვდები, რომ აქ მე კარიერა უკვე აქ არანაირი არ მელოდება თქვათ რამე წინსვლა, ან უკვე დაუშვით მე ეს არ მაკმაყოფილებს, შეიძლება ხელფასი არ გაკმაყოფილებს, შეიძლება ეს სიტუაცია არ გაკმაყოფილებს, შეიძლება თვით რეალიზებას ვერ ხედავ შენ იქ უკვე სადაც შენ დაუშვით ახლა ხარ. რაღაცა არის იყო მომენტები, რომელიც თქვენ გბოჭავდათ, შეიძლება დაუშვით вообще საზღვარგარეთ ხარ და ხვდები რომ ამოვწურე რა ყველაფერი უკვე და აღარ შემიძლია და მინდა უკვე თქვა დაბრუნება სიტყვაზე, ხო? და აი ზუსტად ეგეთი მომენტები ეს უკვე თქვენთან მთავრდება, იმიტომ რომ ამას ტოვებთ თქვენ ამ ყველაფერს უკან. ყველა ვარიანტში. ნახოთ ახლა პირველი ნაბიჯი რა უნდა გააკეთოთ თქვენ ახალ გზაზე. აი პირველი ნაბიჯი შეხედე, აი პროსტა გავგიჟდები დღეს. პირველი ნაბიჯი არის ზუსტად ახლა პაჟიკი, აი ნახეთ მოვიდა და გითხრათ რომ უნდა დაიწყო. აი ხა ვკითხოთ. მე ვიძახე პირველი ნაბიჯი რა გავაკეთე, ეს ახლა რომ უნდა დაიწყო, რა უნდა დაიწყო, რას გთავაზობ თქვენ? ანუ არ უნდა, საერთოდ პაჟი არის რომ თან მიდომედეს ახლა
გვერდხების, ეს არის ესეთი ენერგია, როცა უკვე მართლა ახალის არ შეგეშინეს, იმიტომ რომ ნახეთ, ეს არის მართლა შეიძლება იყოს, აი ამ ენერგიაში რო დაარჩე, დაუშვოთ ხო და აი ნაბიჯი რო აღარ გააკეთო ახლისკენ, აქ უკვე შენ თითქოს აი გაჩერებენ რა და გეუბნებიან რომ ნუ ამ ჩვენ შემთხვევაში ხო გეუბნებიან რომ შენ უკვე всё თუ პიქში ხარ რა ანუ უკვე ხარ ისეთ მომენტში რომ კიდე უფრო და უფრო გაგირთულდება შეიძლება მერე სიტუაციები და ამიტომ უკვე შეცვალე შენი მიდგომა და ახალი რაღაცა დაიწყე ხო ახალი ნაბიჯი აი ნახოთ ეხლა რას გულისხმობენ აქ ახალი ნაბიჯის თემაში რას გულისხმობენ რას გთავაზობენ ხო რა უნდა გააკეთოთ ეს ახალი რა უნდა გააკეთოთ ეს ახალი აჰა ეხლა ვაიმე ეს იგი ნახეთ შეხედეთ რას დედა რა არკანები მოდის და აქაც კიდე განდეგელი გადავირია აქ არის და აქ კიდე იუსტიცია რა ხდება ღმერთო ნახეთ რა ხდება ესე იგი ახალი ნაბიჯი გეუბნებით რამდენიმე ეხლა თქვენ აქ ვარიანტს იმიტომ რომ გამოვიდა აქ იეროფანტი გამოვიდა აქ მაგი გამოვიდა აქ ეხლა ის რა ქვია განდეგელი გამოვიდა იუსტიცია ასე იყურება რა ნახეთ ეხლა დასტა ავიღა და დასტის ბოლოდან მიყურებს ეხლა იუსტიციას ანუ ეს კარმა ეხლა ნახეთ რა ხდება აქ კიდე ვაიმე გავგიჟდა აქ კიდე კურუ და კიდე ტუზი ვაიმე ღმერთო ჩემო გეტყვით ეხლავე მე თქვენ აი აქ თქვენ გაქვთ რა ვიღაცას ნახეთ ახალი ნაბიჯი ან მოვიდა დრო ნახეთ მისმინეთ კარგად მოვიდა დრო იმისათვის რომ თქვენ აქ უკვე დაიწყოთ გაცემა ცოდნის რომელიც არის თქვენში დაგროვილი მაგას ვამბობ ხშირად და ვიტყვი იმიტომ რომ ნუ ასეთი არხი მაქვს და ეგეთი ინფორმაცია მოდის ჩემთან იმიტომ რომ ნახეთ იეროფანტი მაგი განდეგელი კურუმი და ტუზი და პლუს წინსვლის და პლუს კიდე ნახეთ პენტაკლების მეფე განზომილება რას ნიშნავს ეს პოზიცია თქვენში არის რაღაცა ცოდნა ბევრს რა თქმა უნდა აქ ეზოტერიკა იმიტომ რომ ახლა ნუ ყველა წარმომადგენელი თუ ვინმე ყო შეიძლება ყოფილიყო უკვე აქ არიან რა რასაც შენში აჩერებდი აქ შემიძლია გითხრათ რა ბევრისთვის როგორი ინფორმაცია იქნება ჩემო სიხარულებო როგორც გინდა ისე გამიგეთ მაგრამ როცა ჩვენ მოვდივარ დედამიწაზე თქვენ აქ ხართ ისეთი სულები თქვენ აქ არც ერთი არ ხარ ჩვეულებრივი ვიღაცა იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ თქვენს აი ნებისმიერ ვინც ახლა მე მიყურებს თქვენს გარშემო არსებობენ ადამიანები ვისაც არც სჯერა არც ტაროსი არც ასტროლოგიის არც სხვა რაღაცა ეზოტერიკული ცოდნის ყავთ თქვენ გარშემო ეგეთი ადამიანები ეგეთი მეგობრები ახლობლები და ვიღაცები მაგრამ თქვენ აქ ზიხართ და მეც მიყურებ ვიღაცებს კიდე უყურებ რაღაცას კიდე კითხულობთ რატომ იმიტომ რომ თქვენ ხართ სხვანაირები თქვენში აი როცა თქვენ იწყებთ ნახვას აი თქვათ ეხლა გაშლების და კიდე ეგეთი ინფორმაციების ხო ეს უკვე იმას ნიშნავს რომ თქვენ ხართ ადამიანები ვისაც აქ ცოდნა უბრალოდ ამის მეშვეობით თქვენ რაღაცებს ხსნით თქვენში ამ დროს თქვენში იხსნება სურვილი მეც მინდა ვისწავლო, მეც მინდა დაუშვო დავიწყო, მეც მინდა აი ზოგ რამდენი მოდის ჩემთან ადამიანი, просто ვეკითხები, გააქვთ არონაყიდე, ან ვინმეს ხო არ უჩუქები, კიო მეუბნებიან, გამიგეთ? ნუ ეხლა მე ვარ ის წარმომადგენელი, რომელსაც არავისაც არ უჩუქებია, უბრალოდ ეხლა სხვა გზა მქონდა, მაგრამ ყველა ვარიანტში აი ბევრი ვინც მოდის ჩემთან, აქონდათ კიდევაც ან აჩუქეს, ან გადააგდეს, ან რაღაცა ქნეს, ვერ გაიგეს რა უნდა ეკნათ, მაგრამ მაინც აქ ხართ, ხო, ჩემამდე რადგან მოხვედით უკვე ესე იგი ხართ ეზოტერიკაში, თქვენ ჩართულები და მოგწონთ რაღაცები და რაღაცებს უყურებთ, ხო? მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ ჩემო სიხარულებო, თუ თქვენ გააქვთ სურვილი, რომ ეს ისწავლოთ, ნუ უყურებთ, ნუ რა ვის, ისწავლეთ, დაიწყეთ ინფორმაცია მოაგროვეთ და დაიწყეთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ აი აქ დიდი ხანი გაქვთ რაღაცა დახურული, იმიტომ რომ პენტაკლების რაინდე ეს არის, როცა ადამიანი რაღაცა უნდა რომ გავაკეთო, მაგრამ ვერ აკეთებს ისე სწრაფად, რაც უნდა გააკეთო. ეხლა დრო მოვიდა. აი მაჩვენებენ, რომ რაღაცა ცოდნა
გააქვთ თქვენ, რომელიც თქვენ აი ახალი ნაბიჯი გვაქვს, ხო? რომელიც თქვენ უნდა გააქტიუროთ, ან ისწავლოთ, ან თუ უკვე ისწავლეთ, დაიწყეთ გაცემა, ნუ ფიქრობთ იმას, რომ ვის ნეტა რა შეუნდა ჩემი ცოდნა, უნდა დამიჯერეთ, უნდა არიან ადამიანები, რომელსაც უნდა ზუსტად ის ცოდნა, რაც თქვენ გაქვთ. ეს არის აი აქ ვისაც თქვენ გაქვთ მიდრიკილება, გეფიცებით ყველაფერს, რომ ისწავლეთ რა. ნუ დამალავთ ამას, იმიტომ რომ არ მოგასვენებს, იმიტომ რომ ის რა ქვია, აქ ისეთი არკანები რომ რა გითხრათ რა, რომ არ შეიძლება უბრალოდ. აი თუ დაუშვათ, გადავერთო ეხლა მე სხვა რამ, და დამავიწყო ეს რომ მიჭირავს იმის. და ნახეთ, აქ კიდე თქვენ, ამით თქვენ მალავთ რას? არ აძლევთ საშუალებას იმით, რომ თქვენ რო არ იხსნებით, თქვენ ან თუ უკვე მუშაობთ, ესე იგი არ მუშაობთ იმ დონეზე, მაქსიმალურად არ მუშაობთ თქვენ, რომ აი თქვენზე რო გაიგონ სხვა ადამიანებმა. იმიტომ რომ თქვენ ამით, ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცოდნით ადამიანების განკურნება, მაგრამ ფულის ნაკადს ნახეთ როგორ თქვენ ახლა იჭერთ რა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს თქვენ რო ისწავლეთ, თქვენ რო ჩადებთ ამაში თანხას და დროს და გაიხსნებით, ხო? რა თქმა უნდა ანაზღაურება უნდა აიღოთ, ეს ჩვეულებრივი მე ხდება თქვენი სამუშაო. და ისედაც რომ ვინმეს თქვათ ახლა თუ ფლობთ თქვენ ახლა ტარო გინდათ ასტროლოგია არ არის, არ შეიძლება რომ გაცემა არ შეიძლება უფულოდ არ შეიძლება პროსტა უბრალოდ ეს არის აუცილებელი აკაც გვაჩვენეს ჩვენ ენერგიის მიმოცვლა უნდა წავიდეს ეს აუცილებელი ხო და ანუ ესე იგი ნახოთ ამით თქვენ რომ არ ხსნით რაღაცა თქვენს ცოდნას ხო რამხელა ფულს თქვენ ახლა და რამხელა შესაძლებლობებს თქვენ აკავებთ ისევ თქვენით, ნახეთ, აჩერებთ, თქვენ აჩერებთ და ამიტომ გეუბნებიან, რომ დაიწყე და ისწავლე და ნახე, რამხელა ნაკადი დგას შენს უკან, რამხელა შესაძლებლობები გაქვს და რამხელა წინსვლა გელოდება შენ, ხო? შენ კი ზიხარ და თავს იტყუებ, შეიძლება ვიღაცებს უსმენ, რომ რას იტყვიან, როგორ იტყვიან, არ გამომივა, დამიჯერეთ, რომ აი გეუბნები, დამიჯერეთ, რომ გამოგივათ, კი არა, ძალიან კარგადაც გამოგივათ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ისეთი პოტენციალი და ისეთი ადამიანი ხართ, შეიძლება просто ფსიქოლოგი ხარ, შეიძლება ნახეთ, ახლა ისედაც აი შეიძლება თქვენთან მოდიან ადამიანები, ვინც რაღაცას გეკითხებიან, ხო? და თქვენ უბრალოდ ახლა ფიქრობთ, რომ აი რა უნდა უთხრა, მე რა ვიცი. გეუბნებით, უდიდესი ნიჭი გაქვთ თქვენ აქ და დამალავთ. აქ მე ეხლა რომ დავიწყო რაღაცის თქმა, კიდე აქ უფრო იმათის იყო ეს ინფორმაცია, ვისაც გაქვთ თქვენ ეხლა სურვილი და თქვენ ზიხართ, რომ ფული არ მაქვს, ესა მოგივათ ფული, მე თეთრი არ მქონდა, ლარი არ მქონდა, რუბლი არ მქონდა, რომ დავიწყე, მაგრამ მოვიდა და კიდევაც ყველაფერი ძალიან კარგად ვისწავლე, რომ უკვე დრო მოვიდა, დრო როცა მოდის, მოგეცემა ყველაფერი აბსოლუტურად და ამიტომ გეუბნებით, რომ მოგეცემათ საშუალება ყველაფერი უბრალოდ მოინდომეთ. გამიგეთ? არ ვიცი ახლა მე სხვა რამეს ახლა აქ ვერ გეტყვით თქვენ რომ აი ახლა ეს იქნება ყურით მოთრეული რომ მე ახლა დავიწყო კიდე აქ სხვა თემაზე ლაპარაკი იმიტომ რომ აქ მართლა ისეთი საკრალური არკანები წამოვიდა რომ აქ მართლა ეზოტერიკა იმიტომ რომ სხვა ახლა რა გითხრა მინიმუმ არის ფსიქოლოგია და უშო თუ გიზიდავ თუ თქვათ ახლა აი ეს გინეთ მაგრამ აქ ნაბიჯი არის იმისი რომ ეს პოტენციალი უნდა გახსნათ თქვენ რაღაცა უნდა გააკეთოთ მიხვდით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოთ, არ ვიცი. ეხლა სხვა არკანები რო იყოს, კიდე შეიძლება დაუშვათ სხვა რამესაც ვეთყოდე. აქ არსა სიყვარულო თემაზე არ არის საუბარი, არაფერი, კურუმი და განდეგელი ეხლა რა გითხრა და მაგის არკანი კიდე ეხლა მეტი ეხლა რა გითხრათ. აქ ვინც იცის ცოტა მაინც ტარო, მიხვდებით რომ ნამდვილად ეხლა აქ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის მოდის, რომ საკმარისია თქვენი ჯდომა სადღაც დამალულში და თქვენი პოტენციალი გაეცეთ რა. ნახოთ ეხლა რა შესაძლებლობები გაგეხსნებათ რა წინ. აი ნახეთ პირველ რიგში ნახეთ რა შესაძლებლობები გექნება რაც იყო თქვენში დახურული რაც იყო თქვენ აქ სხვათა შორის აი თუ პირველად დაუშვოთ თქვენ დაიწყებთ მე გეტყვით ახლა გავაგრძელებთ ამ თემას ვისაც არ გაინტერესებს გათიშეთ ეს ვიდეო სხვა რამეზე გადადეთ ანუ ვისაც გაინტერესებს თქვენი პოტენციალის აქ ნახეთ აი მე მაგალითად აი პირველად რომ დავიწყე ტაროს სწავლა
თვითონ ხო პირველად დავიწყე თქვათ აი გაგითან საკმაოდ ისეთ საკში ვიყავ პატარა ბავშვი არ ვიყავე მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა რამდენის ხარ ეხლა უფრო და უფრო ახალგაზრდა სულები იხსნებიან ნახეთ რა ხდება აქ და პირველად მაშინ გავიგე რას ნიშნავს მედიტაცია რა და აი თქვენს დაუშვოთ ვინც ეხლა დაიწყებთ თქვენ ეხლა რა რა შესაძლებლობები გეხსნებათ გაგეხსნებათ ყველანაირად თქვენი ჩაქრები გაიგეთ რაც იყო დახურული უფრო მეტად გაგეხსნებათ ყველაფერი რა ანუ პირველად შეიძლება ზოგი ვაფშე მოსინჯას მედიტაციას ან შედეგს ან რაღაცა ისეთი რა ანუ აქ უფრო მედიტაციას ვეთყოდი რომ რიტუალები და რაღაცები აქ არ არის არა კიდე ხო, აი გახსნა წავა თქვენი სულის გახსნა, რაღაცა ისეთი წავა თქვენი, რაც იყო დახურული თქვენი ენერგიები, ყველანაირად მისი გახსნა იქნება, თან ისეთი, რომ თქვენ არც დაჟაშება, არც გეოცნებიათ და ვერც წარმოგიდგენიათ და ანუ ისეთი ენერგიები გაიხსნება თქვენში, რომ მართლა ძალიან გაოცნებით და ის იქნება თქვენთვის მართლა უცხო, მაგრამ სასიამოვნოა ძალიან მაგარი ანუ კარგად მიიღებთ რა. ნახოთ ახლა რა შეიძლება იყოს და ეს რა ქვია სირთულეები აი ეს უკვე შემოსწავლები გამახსენენ მენაცვალე მაგათ ანუ როგორ არის იცით სირთულე არის როგორი აი როცა შენ ახლა რაღაცას იწყებ ხო აი ნებისმიერ მიმართულებას ყოველთვის თავიდან რაღაცა გააკ აი გინდა აი всё და მე დაიწყებინ ვაიმე არ ვიცი არ შემიძლია იმდენი მყავს ეგეთი მოსწავლე რომ აი რა ვიცი რომ არ გამომდის და ალბათ ჩემი არ არის და მე ხდებიან რაც ხდებიან ძალიან მაგრები ხდებიან, იმიტომ რომ ეს ყველა ნებისმიერ თემაში, რაც არ უნდა დაიწყოთ, რაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ნებისმიერ ვარიანტში გექნებათ რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ შეიძლება იტყვით, რომ აი მე არ გამომდის, ვერ ვძრებ, ხო, მინდა დავასრულო, კი ბატონო, ენერგია აღარა მაქვს, აღარა მყოფნის, ნუ ეს უკვე ჩემი მოსწავლების თემა, მიხვდებიან ვიზეც ლაპარაკობ, მაგრამ ისე საერთოდ ნებისმიერი სიტუაცია, ნუ არის ეგეთი მომენტები, რომ შენ შეიძლება იფიქრო, რომ აი მე უკვე დავიღალე, აღარ მინდა და რა თმინდოდა ეს ყველაფერი ეს არის გამოცდა ეს რა თქმა უნდა თქვენ როცა ამ ხელა რაღაცაზე მიდიხარ და აქ ნახat რამ ხელა ეს არის თქვენთვის აი ეს მე დამიჯერეთ ეხლა თქვენ ვინც დამიჯერებს ეხლა ვანგას ვრთავ ხო ვინც დამიჯერებს ეხლა აქ თქვენ გელოდებათ მართლა ძალიან მაგარი შესაძლებლობები გინდათ ფინანსური გინდათ სულიერი და ახალი ცხოვრება დაგეწყებათ სრულიად დამიჯერეთ მე მართლა ვიცი რომ რასაც გეუბნებით იმიტომ რომ ეს გზა გამოვლილი მაქვს და ანუ ესე იგი რა ქვია კიდე თუ ხართ უკვე პრაქტიკოსი იცოდეთ რაღაცა ახალი ეტაპი იხსნება თქვენში ანუ რაღაცა სადღაც კიდე ანუ გაგიხსნებათ კიდე რაღაცა ახალი პოტენციალი თქვენში რომელიც იყო დახურული შეიძლება თქვათ ეხლა ნუ იცოდეთ თქვათ სიტყვაზე ნუ მაგალითი ტარო და ეხლა მე თქვათ ისწავლეს სიტყვაზე ან ასტროლოგიას ან ნუმეროლოგიას ნუ რაღაცას ისწავლეთ მიხვდეთ კიდე რაღაცა გაიხსნება თქვენში რაღაცა პოტენციალი და ანუ დაბრკოლება ეს იქნება აი გამომივა მინდა არ მინდა მჭირდება მეზარება აი ეგეთი რაღაცები რა ხო არ დავასრულო ეს არის ნორმალური თემა საერთოდ ნუ ნახოთ ეხლა მაშინ რა რესურსები და ძალა დაგეხმარება თქვენ ამ გზაში თქვენი ანგელოზები, თქვენი მფარველი ანგელოზები დაგეხმარება თქვენ, რომელიც აი აქაც უკვე იყო სადღაც ახლა უკვე ავიღე ხო მე მგონი. არა აგერ არის ხო აი თქვენ რა გეუბნებიან თქვენი აქ ისე ზომიერება და აქაც ზომიერება გამოვიდა რომ თქვენი ანგელოზები გეუბნები რომ გახსენის პოტენციალი ადამიანი რა ხარ გვინდა დაგეხმაროთ სამყარო ნახეთ თქვენსკენ არის აქ სამყაროც რა თქვენ სამყარო და თქვენი პოტენციალი ღმერთო რამხელა პოტენციალი გაქვთ იცით რამხელა პოტენციალი გაქვთ და რამხელა უნდა გასცე და თქვენ ზიხარ და როგორ იმალებით აი გეუბნებით თუ აი აქ თქვენ რაღაცას არიზავთ მე არ მითხრეთ რომ არ გაგაფრთხილეთ იმიტომ რომ აქ ზოგს ეშინია სწავლა მაგრამ გაიძულებენ აქ გეუბნებით თქვენ დაგეხმარებათ ყველა რესურსები ანუ თქვენში თქვენი ანგელოზები თქვენი პოტენციალი თქვენი ენერგია თქვენ აქ მკურნავი ხართ ვიღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხარ და გაგეხსნებათ მთელი სამყარო გაგეხსნებათ რა იმიტომ რომ ნუ აი რა გითხრათ რა მე არ ვიცი მე სიტყვები აღარ მყოფნის ჩემი ქართული დამთავრდა როგორც გინდათ ისე გამიგეთ. ნახოთ ახლა რას გასწავლის თქვენ ეს გზა, რას გასწავლის და ბედნიერებას გასწავლეთ. იმით ნახეთ რატო არის ბედნიერება.
როცა შენ ხარ დაუშვათ ეხლა კი ხა ფული ვის არ უნდა ჭამასმა ჩაცმა და ხურვა და მოგზაურობა და რაღაცა კი შეიძლება შენ რაღაცა კიდევაც მაგისთვის შოვლობ მაგრამ როცა შენ არაკეთებ იმ საქმეს აი მე ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი გამიგია და დამინახია როცა აი უთქვიათ რომ აი იცი როგორ ვარო აი მაგო ფულიც ყველაფერი შემიძლია ბევრი რაღაცაც ვიყიდო მაგრამ რაღაცნაირად აი სული არ არის ადგილზე და მითხარი აი რისთვის მოვიდა ჩემი სული იქნება რაღაცა და მართლა ახლა გვიპოვია ასე თქვათ ახლა მატრიცაში კიდე რაღაცები და ნახეთ როცა შენ ადგილზე დგები ანუ იქ რისთვისაც მოვიდა შენი სული შენ მე სულ სხვანაირი ხდები შენში აი ყველა დილა რომ გიხარია რომ თენდება რომ თუნდაც იქ სამსახურში უნდა წახვიდე თუ არ უნდა წახვიდე თუ რაც არ უნდა არა აქვს მნიშვნელობა შენ გიხარია ის შენი საქმე, შენ მაგას აკეთებ სურვილით, შენ ფიქრობ რითი კიდე შემიძლია გავაუმჯობესო თქვათ ეხლა ეს ჩემი საქმიანობა, აი მე უკვე სამყაროს შენ აუცილებლად გიპასუხებ. სამყარო არის აი ფული საერთოდ თუნდაც რო იყოს, ფული არის აი სამყაროსგან მადლობა. ფულიც ჩვენ გვაქვს და რესურსებიც, ხო? იმდენი რამდენიც ვარ ჩვენ საჭირო სამყაროსთვის. შენ თუ იძახე რომ მე მარტო მე როგორ ვიყო კარგად, მე მჭირდება ეხლა ვიზე ვიფიქრო ეხლა მე ჩემი თავი რა. არა, მე კიდე რა შემიძლია გავაკეთო, ისეთი რომ აი თქვა ჩემი პოტენციალი რითი კიდე გავხსნა. რა შემიძლია გავაკეთო, როგორ შემიძლია გავაუმჯობესო თუნდაც ჩემი ცხოვრება, ხო? და აქედან მე რო კარგად ვიქნები, მე რა თქმა უნდა, სხვებსაც გავცემ უფრო მეც სიხარულს, სითბოს, ფულსა და ყველაფერს, ხო? აი ეს არის ცხრიანი თასების. გამიგეთ, აი ეს გელოდება თქვენ. აი ამას გასწავლით თქვენ. ჯერ პირველ რიგში გასწავლეთ თქვენ თვითბედნიერებას, გასწავლეთ იმას, რომ აი როგორ ეს არის ჯამრთელი ეგოიზმი, როცა მე ვარ კარგად, მე რო გაკეთე მე ამის მე მოდის 10-იანი, ჯერ მე უნდა ნახეთ როგორ არის 10-იანი, უკაცრავად 9-იანი, მე როგორ უნდა ვიყო კარგად, ხო? ანუ მე როგორ ვიცხოვრო სიუხვეში, თან სულიერ სიუხვეში, აქ არის თასები, ემოციების სიუხვეში. აი აქედან გამომდინარე, როცა მე კარგად ვიქნები და კარგად ვიგრძნობ თავს. მე უკვე სხვებსაც რა თქმა უნდა უკვე 10-იანში გადავალ და იქ უკვე გავახარებ სხვებს. გამიგეთ, იმიტომ რომ თქვენ რომ ბევრი ვიცი ფიქრობთ ხოლმე რომ აი მე მინდა რომ დაუშვოთ ეხლა აი თქვა ოჯახს დავეხმარო, იმას დავეხმარ და შენ თვითონ ზიხარ დახეულით რუსიკეთ და იმას $100-იან იმას უყიდულობ რა ქვია შარვალ კოსტიუმს. ეს მიხვდეთ თქვენ ახლა რა შედარებას ვაკეთებ, ხო? და მე უკვე კი მე რა კარგია იმას ხო აკეთე თქვა ჩემს შვილს, ჩემს იმას რა ქმარს, რა ვიცი, ვის უგზავნით იქ რაღაცებს და მაგრამ შენ თვითონ ზიხარ და კი ეს არის 5 წუთიანი გახარება, მაგრამ მოვა დრო, როცა მიხვდები შენ და იტყვი რომ ღმერთო რა სულელი ვიყავი. მე სადა ვარ აქ? მე სადა ვარ? მაგრამ შენ როცა კარგად ხარ თვითონ, ხო? როცა შენ ამ შენს პოტენციალს ხსნი, როცა შენ ამ შენს ენერგიას, რომელიც შენში ზის რაღაცა უზარმაზარი აძლევს სხვას და არ ემალები, მოგეცემა მე აი ეს ბედნიერება და მე უკვე სხვებსაც დაეხმარება და აი ვნახოთ ახლა ჩვენ რისკენ მიგიყვანთ თქვენ ეს ყველაფერი თქვენს გზაზე, აი თქვენს გზაზე, იქ სადაც არის აი მთვარის ენერგია ის არის რომ აი შენი პირადი დანიშნულება არის, გამიგეთ? ანუ შენ აქ არჩევანს აკეთებ შენსკენ, ხო? აღარავის აღარ უსმენ. შენ გეხსნება ისეთი ენერგიები, რომ რა გითხრა, რა სასიამოვნო ენერგიები, აქ ახლა ის საკრალური რაღაცა ცოდნა გეძლება ძალიან მაგარი და რას მოგიტანს ეს ყველაფერი. უკვე გივთქვით ჩვენ, ხო? აი, თქვენ კი ეჭვი გეპარებათ, მაგრამ პენტაკლების ტუზი. აქაც პენტაკლების ტუზი იყო ამ დასის ბოლოში. აი იქ მიგიყვანთ თქვენ ეს ყველაფერი. კი, თქვენი ქმედება მიგიყვანთ თქვენ. იქ აი ნახეთ, იქ მიგიყვანთ, რომ სადაც თქვენ მათხოვრულად უკვე აღარავის აღარ სთხოვთ, რომ იტყვიან რა, აქ უკვე თხოვნა კი არ იქნება, ეს უკვე იქნება თქვენი ახალი ცხოვრება, თქვენი ბედნიერება.
აი თქვენი ბედნიერება მოდის, სადაც მე უკვე არ ველოდები არაფერს, მე უკვე არაფერს არ ვთხოვ, მე აქეთ შემიძლია დაგეხმაროთ. ის, რასაც თქვენ ელოდებოდით, ის აი გამოსვლა იქნება თქვენი ამ აი კი გამოსვლა იქნება თქვენი იმ ცხოვრებიდან, იმ ცხოვრებიდან, იმ ნაკლებობებისგან, რაც თქვენ ეხლა შეიძლება გქონდეს. და აი ეს აი აგერ ხო ვიძახτε 9-იანი თასების და აგერ არის 10-იანის გამოვიდეთ. ყველა იცით თქვენ ეხლა ვინც მიცნობ დიდი ხანია რომ მე ჯერ ლაპარაკობ და მე უკვე ტარო მიდასტურებს, იმიტომ რომ ვმუშაობ ნაკადში. აი ესეთი იყო უნიკალური რაღაც სასწაული გაშლა დღეს არ ვიცი უნდა მოვიფიქრო რა დავარქვა და ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ ხურავთ თქვენს პოტენციალს, თქვენ თითეული ყველას ჭირდებით ამ სამყაროს. არა აქვს მნიშვნელობა რით და მით უმეტეს როცა შენ გიზიდავს აი რაღაცა შენი სული რომ მინდა დავეხმარო სხვებს, მაგრამ რითი რა გავაკეთო, აი გეძლებათ უამრავი ინსტრუმენტები გამოიყენეთ და ისწავლეთ ჩემო სიხარულებო და თუ უკვე იცით გაეცეთ. ძალიან მიყვარხარ და მიხარია რომ ჩემს სივრცეში ასეთი ხალხი არის.